7 წლის პატარა გოგონა, რომელიც ქუჩაში ხილს ყიდდა, გადაარჩინა მილიონერის შვილი. რასაც ის ითხოვდა სანაცვლოდ მილიონერს ატირდა. ადრიანი გაზაფხულის მზე ნელა იჭრებოდა თბილისის გარეუბნის ფერდობებზე, როდესაც 7 წლის თამარი ფრთხილად გამოძვრა თავისი ლოგინიდან, ცდილობდა არ გაეღვიძებინა დედა, რომელიც ბოლოს და ბოლოს მშვიდად ისვენებდა რამდენიმე უძილო ღამის შემდეგ. ოთახი პატარა იყო, მაგრამ სუფთა და მოწესრიგებული, კედლები მოხატული იყო თამარის ნახატებით, ფერადი ოცნებებით სავსე სამყარო, რომელიც ეხმარებოდა გადაელახა ყოველდღიური სირთულეები. დღეს კარგი დღე იქნება, ჩაიჩურჩულა მან საკუთარ თავს, როგორც ყოველდილით აკეთებდა, თითქოს ეს მარტივი რიტუალი ჯადოსნური ზარი იყო, რომელიც ბედს მოიხმობდა. თამარმა ფრთხილად გაიარა მცირე სამზარეულოში, აიღო კალათა და დაიწყო მისი შევსება წინა საღამოს დახარისხებული ხილით. ის კარგად უვლიდა თითოეულ ვაშლს, მსხალს და ატამს, თითქოს ისინი ძვირფასი განძი იყო. მისთვის ისინი მართლაც ასეთები იყვნენ, თითოეული გაყიდული ხილი ნიშნავდა ლარს მისი დედის წამლებისთვის. თამარის დედა, ნინო, 2 წლის წინ დაავადდა. ერთ დროს ენერგიული მასწავლებელია, ახლა იძულებული იყო მუშაობა შეეწყვიტა, როდესაც ქრონიკული დაავადება ნელ-ნელა ართმევდა ძალას. მიუხედავად ექიმების ვიზიტებისა და ძვირადღირებული წამლებისა, მისი მდგომარეობა სტაბილური რჩებოდა, მაგრამ არ უმჯობესდებოდა. თამარი ძალიან პატარა იყო, რომ სრულად გაეგო დიაგნოზის დეტალები, მაგრამ საკმარისად დიდი იყო იმისათვის, რომ ესწავლა როგორ მოემზადებინა დედის წამლები, როგორ გაემზადებინა მარტივი საკვები და, რაც მთავარია, როგორ გაეყიდა ხილი ბაზარში. ჩაი მაგიდაზეა, წამლები კი კარადაში, დაწერა მან პატარა ბარათზე და დადო დედის საწოლთან. მერე ჩუმად ჩაიცვა თბილი ქურთუკი, რომელიც უკვე პატარა ხდებოდა, მხარზე გადაიკიდა კალათა და გავიდა გარეთ, ცივ ჰაერში. თბილისის ეს უბანი არც სიმდიდრით გამოირჩეოდა და არც სიღარიბით. ეს იყო ჩვეულებრივი სამეზობლო, სადაც ხალხი ცხოვრობდა თავისი ცხოვრებით, ზოგიერთი უფრო კომფორტულად, ზოგი ნაკლებად. თამარი და მისი დედა ცხოვრობდნენ პატარა სახლში, რომელიც ნინოს მშობლებისგან დარჩა. მიუხედავად სიძველისა, სახლი სავსე იყო წიგნებით და მუსიკით, რადგან ნინოს სწამდა, რომ ნამდვილი სიმდიდრე ცოდნასა და ხელოვნებაშია. თამარი მიუყვებოდა ნაცნობ გზას მეტროსკენ. ის ბედნიერი იყო, რომ მეზობლები იცნობდნენ და უფრთხილდებოდნენ. სახლიდან გამოსულს, მას შეხვდა ქალბატონი მზია, მეზობელი, რომელიც ყოველთვის ადრე დგებოდა თავისი საცხობის გასახსნელად. გამარჯობა, პატარა მზეო. დღეს ადრე დაიწყე. გაუღიმა მზიამ და გაუწოდა ახალგამომცხვარი ხაჭაპური. გმადლობთ, ქალბატონო მზია. დიახ, დღეს სკოლის ახლოს მივდივარ, იქ უფრო კარგად ვყიდი, უპასუხა თამარმა და ხაჭაპური კალათაში შეინახა, გადაწყვიტა შუადღისთვის შეენახა. გზად, თამარი ფიქრობდა დღევანდელ დღეზე. სკოლა მას ძალიან უყვარდა და გულის ტკიოდა, რომ ბოლო დროს გაკვეთილებს ხშირად აცდენდა. მისი მასწავლებელი, ქალბატონი სოფიკო, თანაუგრძნობდა მის მდგომარეობას და ხშირად ეხმარებოდა დავალებების დაწევაში. თამარი ცდილობდა არ ჩამორჩენოდა თანაკლასელებს და ხშირად ღამეებს ათენებდა წიგნებზე, მაშინაც კი, როდესაც დაღლილი იყო ხილის გაყიდვის შემდეგ. მეტროთი მგზავრობისას თამარმა შეამჩნია ქალი, რომელიც ჩუმად ტიროდა. მან არ იცოდა რა იქნა, მაგრამ მერე კალათიდან ამოიღო ერთი ყველაზე წითელი და ლამაზი ვაშლი და ქალს გაუწოდა. ეს თქვენთვის, თქვა მან მორცხვად, დედა ჩემი ამბობს, რომ ვაშლი გულს ახარებს. ქალმა გაკვირვებით შეხედა პატარა გოგონას, მერე ფრთხილად აიღო ვაშლი და გაუღიმა. შენი დედა ბრძენი ქალი ყოფილა. გმადლობ, პატარავ, თამარმა უბრალოდ თავი დაუქნია. ის არ ელოდა რაიმე საზღაურს თავისი კეთილის აქციელისთვის. დედა მასწავლა, რომ სიკეთე უნდა გააკეთო არა იმიტომ, რომ რაიმე მიიღო, არამედ იმიტომ, რომ ეს სწორია. მეტროდან გამოსვლის შემდეგ თამარი მიემართა ელიტური სკოლისკენ, რომელიც რამდენიმე კვარტალში მდებარეობდა. ეს არ იყო მისი სკოლა, მაგრამ იცოდა, რომ აქ მდიდარი ოჯახების შვილები სწავლობდნენ და მშობლები ხშირად ყიდულობდნენ ხილს თავიანთი შვილებისთვის. თამარი ფრთხილად დადგა სკოლის მოშორებით, არ უნდოდა დაცვას გაეგდო, როგორც ერთხელ მოხდა. დილა ნელა მიდიოდა, თამარი ყიდიდა ხილს მშობლებზე, რომლებიც შვილებს სკოლაში აცილებდნენ. ზოგიერთი ხალხი უბრალოდ ჩაუვლიდა, ზოგი კი ჩერდებოდა და ყიდულობდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა იყო, თამარი უკვე კარგად ერკვეოდა ადამიანების სახეებში და იცოდა, ვისთან როგორი მიდგომა უნდა ჰქონოდა. შუადღისკენ, როდესაც ბავშვები სკოლიდან გამოდიოდნენ, მან შენიშნა პატარა ბიჭი დაახლოებით მისი ასაკის, რომელიც ელოდა ვიღაცას. ბიჭს ეცვა ძვირადღირებული ტანსაცმელი და ხელში ეჭირა პატარა რობოტი, რომელსაც თამაშობდა. თამარმა შეამჩნია, როგორ გამოცოცხლდა ბიჭის სახე, როდესაც შორიდან დაინახა მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ მისი მამა იყო. მამა!
დაიძახა ბიჭმა და გაიქცა მისკენ, მაგრამ გზაში რობოტი ხელიდან გაუვარდა და გზაზე დაგორდა, სადაც მანქანები მოძრაობდნენ. ბიჭი დაიბნა და რობოტისკენ გაიქცა, არ შეამჩნია მანქანა, რომელიც სწრაფად მოახლოვდებოდა. თამარმა მკისვე დაინახა საფრთხე. მან კალათა დააგდო და ბიჭისკენ გაიქცა. თამარი სწრაფი იყო, წლები გატარებული ხილის გაყიდვისას, მას ათლეტურ უნარებს უვითარებდა. მან ბიჭს ხელი სტაცა და უკან გამოათრია ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მანქანა ჩაიქროლა. დრო თითქოს გაჩერდა. მამაკაცი, რომელიც შორიდან მოდიოდა, გაშეშდა, შემდეგ გამოერკვა და გაიქცა შვილისკენ. ბიჭიც გაოგნებული იყო, ვერ ხვდებოდა რა მოხდა. შენ გადამარჩინე, ჩაიჩურჩულა, მან გამოერკვა რა. თამარმა მხრები აიჩეჩა, ეს არაფერია. გაფრთხილება გმართებდა, მამაკაცი მიუახლოვდა, სახეზე შიში და შვება ერთდროულად ეხატა. გმადლობთ. ღმერთო ჩემო, გმადლობთ. წამოიძახა მან და მუხლებზე დაეშვა ბავშვების წინ. შენ ჩემი შვილი გადაარჩინე, თამარმა უხერხულად შეხედა მამაკაცს. ის არ იყო მიჩვეული ასეთ ყურადღებას. ნუცო ხართ, თქვა მან დაბალი ხმით, ჩემს ადგილას ყველა იგივეს გააკეთებდა, მამაკაცმა თავი გააქნია. არა ყველა. მე გიორგი ბერიძე ვარ, ეს კი ჩემი შვილი დათოა. შენი სახელი? თამარი, უპასუხა გოგონამ. თამარი. ლამაზი სახელია, გაუღიმა გიორგიმ, სად არიან შენი მშობლები? მინდა მათაც მადლობა გადავუხადო, თამარის სახე დაღონდა. მარტო დედაა. ის ავადაა და სახლში რჩება, გიორგი წამით ჩაფიქრდა. მაშინ იქნებ მითხრა, სად ცხოვრობთ? ან რამით როგორ შემიძლია დაგეხმაროთ, თამარმა მის მიერ გამოშვებული კალათისკენ გაიხედა, რომლის შიგთავსი ახლა გზაზე იყო მიმოფანტული. არაფერი მჭირდება, გმადლობთ. უბრალოდ ხილს ვყიდი, რომ დედას წამლები ვუყიდო, გიორგის სახე გაუნათდა. აი რა. მოდი, ჯერ შენი ხილი აუკრიფოთ, მერე კი სადილზე წაგიყვან. დათოც სიამოვნებით გაიცნობს თავის გადამრჩენელს, ხომ მართალია, დათო, ბიჭმა თავი დაუქნია, მისი თვალები აღფრთოვანებით იყო სავსე. კი. გთხოვ, წამოდი ჩვენთან, თამარი მერყეობდა. დედა აფრთხილებდა, არ წაჰყოლოდა უცხოებს, მაგრამ ეს კაცი სხვანაირად გამოიყურებოდა. და დათოც კეთილი ჩანდა. გარდა ამისა, მას მართლაც მოშივდა, ხაჭაპური კი უკვე დაკარგა. კარგი, დათანხმდა ის ბოლოს, მაგრამ დიდხანს ვერ დავრჩები. დედა ჩემი მელოდება, სამივემ ერთად აკრიფა გაფანტული ხილი, გიორგიმ ყველაფერი იყიდა, რაც თამარს დარჩა, თან ბევრად მეტი გადაუხადა, ვიდრე ღირდა. შემდეგ ისინი მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ რესტორანში, რომელიც თამარს არასოდეს ენახა. სანამ რესტორანში მიდიოდნენ, დათო თამარს 1000 კითხვით ავსებდა, სად ცხოვრობდა, რას აკეთებდა, უყვარდა თუ არა რობოტები. თამარი იღიმებოდა და პასუხობდა, მაგრამ თან ფიქრობდა დედაზე, რომელიც ახლა ალბათ ღელავდა, რომ შვილი გვიანობდა. მან იცოდა, რომ ეს შეხვედრა რაღაც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ვერ წარმოედგინა, რამდენად შეცვლიდა ეს მისი და დედამისის ცხოვრებას. რესტორანი, სადაც გიორგიმ თამარი და დათო წაიყვანა, ვაკის პრესტიჟულ უბანში მდებარეობდა. თამარი არასოდეს ყოფილა ასეთ ადგილას. მისი გაოცებული მზერა სლაიდებდა მაღალ ჭერზე, ბროლის ჭაღებზე, ელეგანტურად გაწყობილ მაგიდებზე. ოფიციანტებს ეცვათ კრიალა უნიფორმები და ისე მოძრაობდნენ, თითქოს ცეკვავდნენ. მოგწონს? ჰკითხა დათომ, როდესაც თამარის გაფართოებულ თვალებს შეამჩნია. ძალიან ლამაზია, უპასუხა თამარმა ჩურჩულით, თითქოს ხმამაღალი საუბარი შელახავდა ამ სივრცის სიმშვიდეს. გიორგიმ გაიღიმა. ეს ჩემი საყვარელი ადგილია. მათი ხინკალი საუკეთესოა თბილისში, მაგიდასთან მისვლისას, ოფიციანტმა მათ მენიუები მიაწოდა. თამარმა ფრთხილად გახსნა თავისი, მაგრამ ფასებმა თვალები აუჭრელა. ერთი კერძის ფასი მთელი კვირის ხილის გაყიდვის შემოსავალს უდრიდა. მან ჩუმად დახურა მენიუ და ქვევით დახედა. აირჩიე, რაც გინდა, უთხრა გიორგიმ ღიმილით. დღეს ჩემი სტუმარი ხარ. მადლობთ, მაგრამ ყველაფერი ძალიან ძვირია, ჩაიჩურჩულა თამარმა. დღეს განსაკუთრებული დღეა, უპასუხა გიორგიმ. ამ დილით შენ ჩემი შვილის სიცოცხლე გადაარჩინე. ეს არ არის რაღაც, რისი ფასით შეიძლება დაითვალო. თამარმა თავი ასწია და შეხედა დათოს, რომელიც უკვე აქტიურად ათვალიერებდა მენიუს და ოცნებობდა თავის საყვარელ კერძებზე. ბიჭი იღიმებოდა და თამარს აჩვენებდა სურათებს მენიუდან. მე ეს მიყვარს და ეს. ყველაფერი გემრიელია. ამბობდა დათო აღტაცებით.
კარგი, მაშინ შენ აირჩიე, ჩემთვის უთხრა თამარმა და თავისი მენიუ მისკენ მისწია. ოფიციანტის მოსვლისას გიორგიმ უხვი შეკვეთა მისცა: ხინკალი, ხაჭაპური, შემწვარი გოჩი, სხვადასხვა სალათები და ბოსტნეული. თამარი ცდილობდა დაემალა თავისი შიში, არასოდეს უნახავს ამდენი საკვები ერთ მაგიდაზე. მისი ოჯახი თავს ძლივს ირჩენდა და ხშირად მხოლოდ მარტივი კერძებით კვებავდნენ. სანამ საკვებს ელოდნენ, გიორგიმ საუბარი დაიწყო. თამარ, მინდა მეტი გავიგო შენ და შენი ოჯახის შესახებ. ამბობ, რომ დედა შენი ავადაა, თამარმა თავი დაუქნია. დიახ, 2 წლის წინ დაავადდა. ის მასწავლებელი იყო, მაგრამ ახლა ვეღარ მუშაობს. სახლში რჩება და მე ვეხმარები რითიც შემიძლია. შენი მამა? კითხა გიორგიმ ფრთხილად. მამა ჩემი. ის წავიდა, როდესაც 5 წლის ვიყავი, უპასუხა თამარმა, ოდნავ შეშფოთებულმა ამ თემაზე საუბრით. დედა ამბობს, რომ ის მეცნიერი იყო და მნიშვნელოვანი პროექტზე მუშაობდა, მაგრამ ერთ დღეს უბრალოდ გაქრა. დედას ჰგონია, რომ მას რაღაც შეემთხვა, მაგრამ არავინ იცის, რა. გიორგი დაფიქრდა. მეცნიერი? რა სფეროში? კომპიუტერული ტექნოლოგიები, მგონი. დედა ამბობს, რომ ის ძალიან ჭკვიანი იყო და რაღაც განსაკუთრებულ პროგრამებს ქმნიდა. ამ დროს დათო ჩაერთო საუბარში, ჩემი მამაც კომპიუტერებთან მუშაობს. მას აქვს დიდი კომპანია და ქმნის განსაკუთრებულ პროგრამებს, რომლებიც ადამიანებს ეხმარება. გიორგიმ გაიგიმა. ასეა, დათო. მე ვმართავ ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას სხვადასხვა სფეროებისთვის, მათ შორის მედიცინისთვის. საკვების მოტანისას თამარის თვალები გაფართოვდა. მაგიდა სავსე იყო სურნელოვანი კერძებით, რომელთა დანახვა მის მუცელს აკრუტუნებდა. ის მორცხვად იწყებდა ჭამას, მაგრამ მალე დათოს გამხნევებით უფრო გაბედულად დაიწყო საკვების გასინჯვა. ნება მომეცი, გითხო, თქვა გიორგიმ, როდესაც თამარმა ხინკალი გემრიელად შეჭამა. რატომ ხილს ყიდი ნაცვლად იმისა, რომ სკოლაში იარო? მე დავდივარ სკოლაში, სწრაფად უპასუხა თამარმა, მაგრამ არა ყოველ დღე. ზოგჯერ დედას დახმარება ჭირდება, ან ხილი უნდა გავყიდო, რომ წამლები ვიყიდო. ჩემი მასწავლებელი, ქალბატონი სოფიკო, მეხმარება დავალებებთან. გიორგიმ თავი დაუქნია, მის თვალებში თანაგრძნობა და აღფრთოვანება ერთდროულად ჩანდა. შენ ძალიან გამბედავი გოგონა ხარ, თამარ. არ მახსენდება ბევრი ზრდასრული, რომლებიც იმავე სიძლიერეს აჩვენებდნენ, რასაც შენ. თამარი გაწითლდა ქებისგან, არ იცოდა რა epasუხა. მე მხოლოდ ვაკეთებ, რაც საჭიროა. დედა ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე, ახლა ჩემი ჯერია. საუბრისას დათო სულ უფრო მეტად ინტერესდებოდა თამარით. ის დასვამდა კითხვებს მისი ცხოვრების, საყვარელი საგნების, წიგნებისა და თამაშების შესახებ. თამარი აღმოაჩინა, რომ მიუხედავად მათი განსხვავებული ცხოვრებისა, ბევრი საერთო ჰქონდათ. ორივეს უყვარდა წიგნები, ორივე კარგი იყო მათემატიკაში და ორივეს ჰქონდა ოცნებები მომავალზე. იცი რა მინდა გავხდე, როდესაც გავიზრდები? კითხა დათომ, თვალები უბრწყინავდა ენთუზიაზმისგან. რა? გაუღიმა თამარმა. მინდა გავხდე გამომგონებელი. მინდა ისეთი რობოტები შევქმნა, რომლებიც ადამიანებს დაეხმარებიან. წარმოიდგინე რობოტი, რომელიც ავადმყოფებს მოუვლის ან დაალაგებს სახლს, ან ბავშვებს ასწავლის. ეს შესანიშნავია, თქვა თამარმა აღფრთოვანებით. მეც მიყვარს გამოგონება. ხანდახან ვქმნი პატარა ნივთებს ნაგვისგან, რაც სახლში გვაქვს. ერთხელ შევქმენი პატარა ქარის წისქვილი, რომელიც ნამდვილად ბრუნავდა. მართლა? დათოს თვალები გაუფართოვდა. მეც მაქვს ბევრი კონსტრუქტორი და ელექტრონული ნაწილები. მამამ მაჩუქა კომპლექტი, რომლითაც შემიძლია პატარა რობოტები ავაწყო. შენც უნდა გქონდეს ასეთი. გიორგი ჩუმად აკვირდებოდა ბავშვების საუბარს, მის სახეზე ღიმილი თამაშობდა. რაღაც ფიქრი უტრიალებდა თავში, რასაც ჯერ არ ამჟღავნებდა. ნაკრობის შემდეგ, როდესაც დესერტსაც მიირთვეს, თამარმა გასინჯა ყველაზე გემრიელი ნუშის ტორტი, რაც კი ოდესმე უჭამია. გიორგიმ საუბარი უფრო სერიოზულ თემაზე გადაიტანა. თამარ, მინდა დაგეხმარო შენ და შენს დედას, თქვა მან პირდაპირ. თამარი გაიმართა სკამზე, მისი სახე ერთბაშად სერიოზული გახდა. არ არის საჭირო, ბატონო გიორგი. ჩვენ თავს ვართმევთ. დარწმუნებული ვარ, რომ ასეა, დაეთანხმა გიორგი, მაგრამ ყველას სჭირდება დახმარება დრო-დადრო. შენ დღეს ჩემს ოჯახს დაეხმარე ისეთი ფორმით, რომელსაც ვერასოდეს გადავიხდი. ნება მომეცი, მეც ვცადო დახმარება, თამარი მერყეობდა. ის ამაკი იყო, მიუხედავად თავისი ასაკისა და დედისგან ისწავლა, რომ არ მიეღო ქველმოქმედება.
მაგრამ მან ასევე იცოდა, რომ დედას მდგომარეობა უარესდებოდა და საავადმყოფოში უკეთესი მკურნალობა სჭირდებოდა. რა სახის დახმარებაზე ფიქრობთ? ჰკითხა მან ფრთხილად. პირველ რიგში მინდა შენს დედას შევხვდე. შემდეგ თუ ის დათანხმდება, სურს დავეხმარო სამედიცინო მკურნალობაში. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს საუკეთესო კლინიკებთან და მაქვს კონტაქტები კარგ ექიმებთან. ეს ძალიან კეთილია თქვენგან, მაგრამ თამარი დაიბნა, არ იცოდა როგორ გამოეხატა თავისი შიშები, მაგრამ გიკვირს, რატომ მინდა დაგეხმაროთ და თან ეჩვობ, რა შეიძლება მოითხოვოს უცხომ ასეთი დახმარების სანაცვლოდ, დაასრულა გიორგი მის ნაცვლად. გაგებით გაუღიმა. ეს გონივრული ეჩვია. მაგრამ მიზეზი მარტივია, დღეს შენ გადაარჩინე ჩემი შვილი. შენ აჩვენე სიმამაცე და უანგარო ზრუნვა უცხოზე. სურს ჩემი მადლიერება გამოვხატო იმით, რომ შენს დაგეხმარო, და თუ რომელიც აქამდე ჩუმად უსმენდა, უცებ ჩაერთო და მეც მინდა ვმეგობრობდეთ. შენ ყველაზე მაგარი გოგო ხარ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია, თამარი გაეცინა ბიჭის ენთუზიაზმზე. შენ ძალიან კარგი ხარ, დათო, მერე ისევ გიორგის მიუბრუნდა, გმადლობთ თქვენი შეთავაზებისთვის. მე ვერ გადავწყვეტ დედის ნაცვლად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის დაგელაპარაკებათ. შესანიშნავია, დაეთანხმა გიორგი. ახლა რა სიტყვი, თუ შენს სახლში წაგიყვანთ. დარწმუნებული ვარ, დედა შენი ნერვიულობს, თამარმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. მან გახედა საათს და შეამჩნია, რომ უკვე საღამოს 5 საათი იყო. დედა ნამდვილად იღელვებდა. გარეთ გასვლისას დათომ ხელი ჩაავლო თამარს და ჩურჩულით კითხა, ხვალ-მოხვალ ჩვენთან სათამაშოდ. მაქვს ბევრი მაგარი თამაში და მინდა გაჩვენო. არ ვიცი, შევძლებ თუ არა, უპასუხა თამარმა, დედას უნდა დავეხმარო. მამა შენს დედას დაეხმარება, დარწმუნებით თქვა დათომ და მერე ჩვენ შევძლებთ ერთად თამაშს. დაპირდი რომ მოხვალ, თამარმა დათოს მოლოდინით სავსე თვალებს შეხედა და გაუღიმა. დაგპირდები რომ ვწდი გიორგის მანქანაში ჯდომისას, თამარი ფიქრობდა როგორ შეიცვალა მისი დღე. დილით, როდესაც სახლიდან გამოვიდა, ვერ წარმოიდგენდა რომ ასეთ ადამიანებს შეხვდებოდა. მას არ სჯეროდა რომ მდიდარი და ძლიერი ადამიანები შეიძლება ასეთი კეთილები ყოფილიყვნენ. მაგრამ გიორგი და დათო ნამდვილად განსხვავებულები ჩანდნენ. მანქანა მიუყვებოდა თბილისის ქუჩებს, თამარი კი მიუთითებდა გზას თავისი სახლისკენ. მისი გული ფანცქალებდა, როგორ მიიღებდა დედა ამ უცნაურ სტუმრებს. და რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ შეხვედრას, თამარის სახლი თბილისის ძველ უბანში მდებარეობდა, პატარა ეზოთი, სადაც რამდენიმე ხეხილი იდგა. სახლი მოკრძალებული იყო, მაგრამ სუფთა და მოვლილი, ეტყობოდა რომ მფლობელები ზრუნავდნენ მასზე, მიუხედავად შეზღუდული რესურსებისა. გიორგის მანქანა ქუჩის კუთხეში გაჩერდა, რადგან ვიწრო შესახვევში შესვლა შეუძლებელი იყო. ჩვენ აქ ვცხოვრობთ, თქვა თამარმა და მიუთითა პატარა ორსართულიან სახლზე, რომელსაც ლურჯი აივანი და წითელი კრამიტის სახურავი ჰქონდა. დათო ცნობის მოყვარეობით ათვალიერებდა ირგვლივ სივრცეს. მისთვის ეს სრულიად ახალი სამყარო იყო, განსხვავებული იმ მდიდრული გარემოსგან, სადაც ცხოვრობდა. აქ ბავშვები ქუჩაში თამაშობდნენ, მეზობლები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, ყველა-ყველას იცნობდა. ვინ არის ის ქალი, რომელიც შენკენ იყურება? ჰკითხა დათომ და მიუთითა შუახნის ქალზე, რომელიც მათ ყურადღებით ათვალიერებდა ეზოს ჭიშკრიდან. ეს ქალბატონი მზია, ჩვენი მეზობელი. მას საცხობი აქვს და ყოველთვის მეხმარება, გაუღიმა თამარმა და ხელი დაუქნია ქალს. მზია მღიმილით უპასუხა, მაგრამ მისი მზერა ეჩვიანი დარჩა, როდესაც გიორგის დაინახა. სანამ სახლში შევიდოდნენ, თამარი შეჩერდა და გიორგის შეხედა. უნდა გაგაფრთხილოთ. დედა ჩემი. ის ძალიან სუსტია ახლა. გთხოვთ არ გაკვირდეთ მისი გარეგნობა, გიორგიმ თანაგრძნობით დაუქნია თავი. არ ინერვიულო, თამარ. მე ბევრი ავადმყოფი მინახავს, თამარმა კარი გააღო და შესწახა, დედა, შინ ვარ. და სტუმრები მყავს, შიგნიდან სუსტი ხმა გაისმა, სტუმრები. ვინ არის თამარ? ისინი შევიდნენ პატარა, მაგრამ ნათელმისაღებ ოთახში, რომელიც სავსე იყო წიგნებით. კედლებზე ეკიდა ნახატები და ფოტოები, ოთახის ცენტრში კი იდგა პატარა დივანი, სადაც ახალგაზრდა ქალი იჯდა, გახვეული თბილ პლედში. ნინო, თამარის დედა, ერთ დროს ულამაზესი ქალია, ახლა გამხდარი და ფერმკრთალი იყო, მაგრამ მისი თვალები კვლავ ბრწყინავდნენ ინტელექტითა და სითბოთი. დედა, ეს არის ბატონი გიორგი ბერიძე და მისი შვილი, დათო. დღეს გავიცანი ისინი, თქვა თამარმა და ახლოს მივიდა დედასთან. ნინომ გაკვირვებით შეხედა სტუმრებს. გამარჯობა. მაპატიეთ, ვერ ვდგები რომ შესაფერისად მიგიღოთ.
არავითარი ბოდიში, ქალბატონო ნინო, უპასუხა გიორგიმ და ფრთხილად მიუახლოვდა. ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა. თქვენი ქალიშვილი გასაოცარი ბავშვია, ნინომ თამარს შეხედა მერე ისევ გიორგის, კითხვის ნიშანი თვალებში. მადლობთ, მაგრამ რას გულისხმობთ? თამარი სწრაფად ჩაერია. დედა, დღეს დათო გადავარჩინე მანქანის დაჯახებისგან, როდესაც ის გზაზე გაიქცა, ნინოს სახე გაუნათდა, შემდეგ შეშფოთდა. ღმერთო ჩემო, დაშავდი? ორივე კარგად ხართ? დიახ, დედა, ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ დათოს სათამაშო გაგორდა გზაზე და ის გაიქცა მისასაღებად. მე დავინახე მანქანა მოდიოდა და გამოუწია ის უკან. გიორგი ჩაერია, თქვენი ქალიშვილი გმირია, ქალბატონო ნინო. ის არ მერყეობდა, არ ფიქრობდა საკუთარ უსაფრთხოებაზე. მან უბრალოდ იმოქმედა და ჩემი შვილი იხსნა. მე ვერასოდეს გადავიხდი ამ ვალს. ნინომ გაიღიმა, მის თვალებში სიამაყე ჩანდა. თამარი ყოველთვის ასეთი იყო, გულკეთილი და მზრუნველი. ძალიან მიხარია, რომ თქვენი შვილი კარგადაა, დათო, რომელიც აქამდე მორცხვად იდგა მამის უკან, წინ გამოვიდა. თქვენი სახლი ძალიან ლამაზია. და ამდენი წიგნი გაქვთ, ნინომ გაიცინა ბიჭის გულწრფელობაზე. გმადლობ, დათო. მე მასწავლებელი ვიყავი და წიგნები ყოველთვის მიყვარდა. გიყვარს კითხვა? კი. განსაკუთრებით მოგზაურობებისა და გამოგონებების შესახებ, უპასუხა დათომ ენთუზიაზმით. მაშინ უნდა გაჩვენო ჩემი კოლექცია. მაქვს რამდენიმე შესანიშნავი წიგნი, რომელიც შეიძლება მოგეწონოს, თქვა ნინომ, ენერგია შეემატა ახალგაზრდა მკითხველის ინტერესისგან. თამარმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა. დედა, შეიძლება ვაჩვენო დათოს ჩემი წიგნები. და იქნებ ჩემი მზის პანელებიც, რომლებიც ავაწყე? რა თქმა უნდა, შვილო, დაეთანხმა ნინო. ბავშვები გავიდნენ თამარის პატარა ოთახისკენ, დატოვეს რაზრდასრულების საუბრისთვის. სანამ წავიდოდა, თამარმა დედას ჩურჩულით უთხრა, ბატონმა გიორგიმ გვიმასპინძლა რესტორანში და გვითხრა, რომ გვეხმარება. მე ვუთხარი, რომ ჯერ შენთან უნდა ელაპარაკა. ნინომ დაუქნია თავი, მერე შეხედა გიორგის, რომელიც ახლა დგებოდა ბავშვების წასვლის შემდეგ. ბატონო ბერიძე, გთხოვთ, დაჯექით. და მითხარით, როგორ შემიძლია მადლობა გადაგიხადოთ ჩემი შვილის დაპატიჟებისთვის. გიორგიმ სკამი აიღო და ნინოსთან ახლოს დაჯდა. ეს მე უნდა გიხდიდეთ მადლობას, ქალბატონო ნინო. როგორც გითხარით, თქვენმა ქალიშვილმა დღეს ჩემი შვილი გადაარჩინა. და ეს არ არის გადაჭარბება, ის მანქანა საკმაოდ სწრაფად მოძრაობდა. ნინო წამით დაფიქრდა, მერე პირდაპირ მიმართა და ახლა გსურთ დაეხმაროთ ღარიბ დედაშვილს, როგორც ქველმოქმედება, გიორგიმ თავი გააქნია. არა, ქალბატონო ნინო. მე არ ვთავაზობ ქველმოქმედებას. მე ვთავაზობ თანამშრომლობას. თანამშრომლობას? გაიკვირვა ნინომ. დიახ. თქვენი ქალიშვილი მიამბობდა, რომ თქვენ მასწავლებელი იყავით. რა საგანი? ლიტერატურა და ინგლისური ენა, უპასუხა ნინომ. შესანიშნავია. ჩემს კომპანიაში, ტექბერი, ჩვენ მუშაობთ საგანმანათლებლო პროგრამულ უზრუნველყოფაზე. გვჭირდება ადამიანები, რომლებსაც ესმით განათლება და შეუძლიათ დაგვეხმარონ შინაარსის შექმნაში. ასევე გვჭირდება მთარგმნელები, რომლებიც ქართულიდან ინგლისურად და პირიქით ითარგმნიან. ეს სამუშაო შეიძლება კეთდებოდეს სახლიდან თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით. ნინოს თვალები გაფართოვდა. სერიოზულად? თქვენ მთავაზობთ სამსახურს? დიახ, და არა მხოლოდ. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ იპოვოთ საუკეთესო მკურნალობა თქვენი მდგომარეობისთვის. ნინომ ამოისუნთქა, თვალები ცრემლით აევსო. ბატონო ბერიძე, თქვენი შეთავაზება ძალიან გულუხვია, მაგრამ რატომ? რა სარგებელი გექნებათ ამით? გიორგიმ რამდენიმე წამი იფიქრა, მერე ნელა თქვა, ქალბატონო ნინო, მე ვიცი როგორია, როდესაც ვიღაც გეხმარება უანგაროდ, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდება. მეც გამომივლია სიღარიბე და გაჭირვებას, სანამ წარმატებას მივაღწევდი. ამას გარდა თქვენი ქალიშვილი გამორჩეულია. მისი უნარი, თავდადება და გონიერება, ეს ყველაფერი იშვიათია. მინდა დავეხმარო მას, გახდეს ის, ვინც შეუძლია გახდეს. და რას მოითხოვთ სანაცვლოდ? კითხა ნინომ კვლავ ეჩვით. არაფერს გარდა იმისა, რომ მისცეთ დათოს და თამარს მეგობრობის საშუალება. ჩემს შვილს არ ჰყავს ბევრი ნამდვილი მეგობარი, ბავშვები, რომლებიც მას უყვარს მისი თვისებებისთვის და არა იმისთვის, რომ მდიდარი ვარ.
თამარი პირველია, ვინც მას როგორც ჩვეულებრივ ბიჭს ისე ექცევა. ნინომ დიდხანს უყურა გიორგის, თითქოს ცდილობდა მის სიტყვებში რაიმე ფარული მოტივი აღმოეჩინა. მაგრამ მისი თვალები გულწრფელად ჩანდა. მაპატიეთ, ჩემი მდობლობა, თქვა მან ბოლოს, ცხოვრება მასწავლა ფრთხილად ვიყო, განსაკუთრებით როდესაც საქმე ჩემ შვილს ეხება. მაგრამ მჯერა, რომ თქვენ გულწრფელი ხართ. სრულიად გასაგებია, უპასუხა გიორგიმ. მე არ მოველი, რომ ბრმად მენდობით. მხოლოდ გთხოვთ მისცეთ შანსი ჩემს შეთავაზებას, ნინომ თავი დაუქნია. კარგი. მზად ვარ ვცადო. და მართალი გითხრათ, ჩემი მდგომარეობა არც ისე კარგია, რომ უარი ვთქვა დახმარებაზე. ამ დროს ოთახში თამარი და დათო შემოვიდნენ, ორივე აღფრთოვანებული საუბრით. დედა. დათომ მითხრა, რომ მას აქვს ნამდვილი მიკროსკოპი და რობოტის ასაწყობი ნაკრები. და ის დამპირდა, რომ მაჩვენებს, როგორ მუშაობს. თქვა თამარმა აღტაცებით. ნინო გაეღიმა ქალიშვილის ბედნიერებას. ეს შესანიშნავია, თამარ, გიორგიმ წამოდგომისას თქვა. ქალბატონო ნინო, როდესაც მოსახერხებელი იქნება თქვენთვის, სურს მოგიწვიოთ ჩვენს სახლში ვახშამზე, თქვენც და თამარიც. ასევე, ჩემი მდივანი დაგიკავშირდებათ სამსახურის დეტალების განსახილველად. ძალიან კეთილი ხართ, ბატონო გიორგი, უპასუხა ნინომ. როდესაც გამოსამშვიდობების დრო დადგა, დათომ თამარს ხელი ჩასჭიდა. ხვალ მოხვალ. გთხოვ, თამარმა დედას გახედა, რომელმაც თავი დაუქნია. კარგი, ხვალ მოვალ, დაუდასტურა მან დათოს, რომელიც სიხარულისგან ახტა. გიორგიმ სავიზიტო ბარათი გადასცა ნინოს. ჩემი პირადი ნომერია. დამირეკეთ ნებისმიერ დროს თუ რაიმე დაგჭირდებათ, მას შემდეგ რაც გიორგი და დათო წავიდნენ, თამარი და ნინო დიდხანს საუბრობდნენ. ნინო აღფრთოვანებული იყო ქალიშვილის სიმამაცით, მაგრამ შეშფოთებული იყო საფრთხით, რომელშიც ის აღმოჩნდა. თამარი კი ენთუზიაზმით უყვებოდა დედას დათოსთან მეგობრობის შესახებ და რას ნიშნავდა მათთვის გიორგის დახმარება. ეს შეიძლება ჩვენი ცხოვრების შანსი იყოს, დედა, თქვა თამარმა. წარმოიდგინე, აღარ დაგჭირდება წამლებზე ნერვიულობა და მე შევძლებ ყოველდღე სკოლაში სიარულს. ნინომ ქალიშვილი მკლავებში ჩაიხუტა. შენ უკვე მომეცი უდიდესი საჩუქარი, თამარ, შენი სიძლიერით და სიყვარულით. მაგრამ მართალი ხარ, ეს შანსი არ უნდა გაუშვათ, იმ ღამით, დაძინებისას, თამარი ფიქრობდა დღევანდელ დღეზე და მომავალზე. მისი ცხოვრება უეცრად ახალი მიმართულებით წავიდა და მას არ შეეძლო არ ენერვიულა, რა ელოდა წინ. მეორე მხარეს, გიორგის სახლში, დათო ასევე ფიქრობდა. მამა ჰკითხა მან დაძინებამდე, თამარი ყოველთვის ჩვენი მეგობარი იქნება, გიორგიმ შვილს შუბლზე აკოცა. იმედია, დათო. იმედია, ჩვენ ყველანი ერთმანეთის ცხოვრებაში დიდხანს დავრჩებით, მაგრამ როდესაც გიორგი თავის კაბინეტში მარტო დარჩა, ის დაფიქრდა იმაზე, რაც თამარმა უთხრა თავისი მამის შესახებ. მეცნიერი, რომელიც მუშაობდა კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე და უცებ გაქრა? ეს ძალიან ჰგავდა ვიღაცას, ვისაც ის ერთ დროს იცნობდა. შემთხვევითობა იყო ეს. თუ არა, ეს ნიშნავდა, რომ თამარი და ნინო შეიძლება ჩათრეულები აღმოჩნდნენ გაცილებით უფრო რთულ ისტორიაში, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოედგინა. დილის მზის სხივები ოქროსფრად ანათებდნენ თბილისის სახურავებს, როდესაც თამარი გაეღვიძა, მისი გული სიხარულით იყო სავსე. დღეს ის დათოსთან უნდა წასულიყო სათამაშოდ, პირველად თავის ცხოვრებაში მას ნამდვილი მეგობარი გაუჩნდა. მან ფრთხილად გამოიძურცა საწოლიდან და მივიდა დედის ოთახში, სადაც ნინო უკვე ღვიძავდა, ჩაის სვამდა და რაღაცას კითხულობდა ლეპტოპში. დილა მშვიდობისა, დედა, მიესალმა თამარი და აკოცა დედას ლოყაზე. დილა მშვიდობისა, ჩემო პატარა გმირო, გაუღიმა ნინომ. კარგად გეძინა, თამარმა თავი დაუქნია. დღეს დათოსთან მივდივარ. ის უკვე მელოდება, ნინომ გაიცინა. ჯერ მხოლოდ დილის 8 საათია, თამარ. გონი ცოტა მოგვიანებით არის დაგეგმილი შენი ვიზიტი. გიორგიმ დამირეკა დილით და თქვა, რომ შუადღისთვის გამოგზავნის მანქანას ჩვენთვის. შენც მოდიხარ. გაუხარდა თამარს. დიახ. გიორგის სურს რომ განვიხილოთ სამსახურის დეტალები და ამასთანავე ექიმთან შეხვედრა დამინიშნა ხვალისთვის, თამარის სახე გაბრწყინდა. ეს ნიშნავს, რომ უკეთესად გახდები? აღარ გექნებათ კივილები, ნინომ ფრთხილად გაიღიმა. ნახოთ, რა სიტყვის ექიმი. მაგრამ ჯერა რომ ეს ახალი შესაძლებლობა კარგი იქნება ორივესთვის, სანამ დრო მოვიდოდა, თამარი ცდილობდა თავი დაეკავებინა. მან დაალაგა თავისი ოთახი, დაეხმარა დედას საუზმის მომზადებაში და ბოლოს გადაწყვიტა გაეკეთებინა რაიმე, რაც დათოს გაახარებდა. მან აიღო თავისი ძველი ნივთები, ცარიელი ხუთები, მავთული, ძველი ბატარეები და დაიწყო მუშაობა.
რამდენიმე საათის შემდეგ მას ხელში ეჭირა პატარა რობოტი, გაკეთებული გადაყრილი ნივთებისგან, მაგრამ საოცრად დეტალური და ელეგანტური. ზუსტად შუა დღისას კარზე კაკუნი გაისმა. თამარმა გააღო და დაინახა ახალგაზრდა კაცი შავ კოსტიუმში. გამარჯობა. მე ლაშა ვარ, ბატონი გიორგის მძღოლი. თქვენ თამარი ხართ? ვკითხა მან ღიმილით. დიახ, თქვა თამარმა მორცხვად. მოხარული ვარ გაცნობით. ბატონმა გიორგიმ გამომგზავნა თქვენსა და თქვენი დედის სასაყვანად. ნინო ჩამოვიდა კიბეზე, ჩაცმული უბრალოდ, მაგრამ ელეგანტურად. მიუხედავად ავადმყოფობისა, იგი ცდილობდა შეენარჩუნებინა ღირსება და სტილი. გმადლობთ, ლაშა. ბზად ვართ, თქვა მან და გაუღიმა მძღოლს. ლაშამ ფრთხილად დაეხმარა ნინოს მანქანაში ჩაჯდომაში, შემდეგ კი თამარიც ჩაჯდა მის გვერდით, თავის ხელნაკეთ რობოტს მაგრად ჩაბღაუჭებული. მგზავრობისას თბილისის ქუჩებში თამარი აფრთოვანებით უყურებდა ქალაქის ცვალებად პეიზაჟს ძველი უბნებიდან თანამედროვე რაიონებისკენ. ბოლოს მანქანა შევიდა ელეგანტურ ეზოში, სადაც იდგა დიდი თანამედროვე სახლი, გარშემორტყმული ბაღით. აქ ცხოვრობს დათო. ჩაიჩურჩულა თამარმა, თვალები გაფართოებული გააკვირვებისგან. დიახ, უპასუხა ნინომ, თვითონაც გაოცებული სახლის ზომით და ელეგანტურობით. მანქანა გაჩერდა მთავარი შესასვლელის წინ და კარი გაიღო, გამოჩნდა დათო, რომელიც აფრთოვანებით ხტებოდა. თამარი. მოხვედი. შესწახა მან და გაიქცა მანქანისკენ. თამარი გადმოვიდა და გაუღიმა მეგობარს. გამარჯობა, დათო. ეს შენთვის გავაკეთე, თქვა მან და გაუწოდა ხელნაკეთი რობოტი. დათოს თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან. ვაუ! ეს შენ გააკეთე? როგორ? ძველი ნივთებისგან. ის არ მოძრაობს, მაგრამ ფიქრობ, რომ მაგარია. მაგარია. ეს არის საუკეთესო. წამოიძახა დათომ და ფრთხილად აიღო რობოტი. მამა! ნახე, რა გააკეთა თამარმა, გიორგი გამოვიდა სახლიდან და გაუღიმა სტუმრებს. ქალბატონო ნინო, თამარი, მოგესალმებით ჩემს სახლში. დათო, ეს მართლაც შთამბეჭდავია, დააკვირდა ის რობოტს, რომელსაც დათო ამაყად უჩვენებდა. ლაშამ დაეხმარა ნინოს მანქანიდან გადმოსვლაში და გიორგი მათ სახლში შეუძღვა. თამარი თავს ზღაპარში გრძნობდა, მარმარილოს იატაკი, მაღალი ჭერი, დიდი ფანჯრები, საიდანაც ჩანდა მთელი თბილისი. დათომ ხელი ჩაავლო თამარს და წაიყვანა თავისი ოთახისკენ, დატოვა რაზრდასრულები ბიზნესის განსახილველად. დათოს ოთახი უზარმაზარი იყო, სავსე სათამაშოებით, წიგნებით და ტექნიკით, რაზეც თამარს მხოლოდ ოცნება შეეძლო. მთელ კედელს ეკავა თაროები, სადაც ეწყო რობოტები, კონსტრუქტორები და მეცნიერული სათამაშოები. მეორე კუთხეში იდგა დიდი კომპიუტერი, ირგვლივ სხვადასხვა მოწყობილობებით. ეს ყველაფერი შენია? ჰკითხა თამარმა, გაოცებული. კი, უპასუხა დათომ, მაგრამ მისი ხმა არ ჟღერდა ამაყად, უფრო დაბნეულად. მამა ყოველთვის მჩუქნის ახალ ნივთებს, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ მას უბრალოდ არ აქვს დრო ჩემთვის, ამიტომ ნივთებს ყიდულობს. თამარმა დათოს გახედა, უცებ დაინახა მარტოობა მის თვალებში. ჩემთვის პირიქითაა. დედას აქვს ჩემთვის დრო, მაგრამ არა აქვს ფული სათამაშოებისთვის, დათომ თამარს გაუღიმა. მაშინ კარგი წყვილი ვართ, არა? მე გავუზიარებ ჩემს სათამაშოებს, შენ კი. შენ მასწავლი, როგორ გავაკეთო ასეთი მაგარი რობოტები ნაგვისგან. შეთანხმებულია, გაიცინა თამარმა. შემდეგი საათების განმავლობაში ბავშვები თამაშობდნენ, აწყობდნენ რობოტებს და ერთმანეთს უზიარებდნენ ოცნებებს. დათომ თამარს აჩვენა თავისი მიკროსკოპი, კომპიუტერული პროგრამები და თამაშები. თამარმა კი დათოს ასწავლა, როგორ დაენახა პოტენციალი უბრალო ნივთებში, როგორ გამოეყენებინა წარმოსახვა ახალი რამეების შესაქმნელად. სხვა ოთახში გიორგი და ნინო განიხილავდნენ სამსახურისა და მკურნალობის დეტალებს. თქვენი კვალიფიკაცია შთამბეჭდავია, ნინო, თქვა გიორგიმ, ათვალიერებდა რამის რეზიუმეს. თქვენ ზუსტად ის ხართ, ვინც გვჭირდება ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამისთვის. მადლობთ, მაგრამ ეჭვი მაქვს, რამდენად გამოსადეგი ვიქნები ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით, თქვა ნინომ. ნუ ღელავთ ამაზე. ჩვენი სამუშაო პროცესი მოქნილია და შეგიძლიათ იმუშაოთ სახლიდან. რაც შეეხება თქვენს ჯანმრთელობას, ხვალ გაქვთ შეხვედრა დოქტორ ვახტანგ მეგრელიშვილთან. ის საუკეთესოა თავის სფეროში, ნინომ ჩაფიქრებით დაუქნია თავი. არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ, მადლობა. თქვენი ქალიშვილის წყალობით, ჩემი შვილი ცოცხალია. ეს საკმარისზე მეტია, უპასუხა გიორგიმ.
შემდეგ, მცირე პაუზის შემდეგ დაამატა, ნინო, მინდა გკითხოთ თქვენი მეუღლის შესახებ, თუ არ გაწყენინებთ, ნინოს სახე დაიძაბა. ლევანი? რატომ გაინტერესებთ? თამარმა მითხრა, რომ ის კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე მუშაობდა და უცებ გაქრა. რა იცით მის საქმიანობაზე? ნინომ ამოისუნთქა. არც ისე ბევრი. ლევანი ყოველთვის დახურული იყო თავისი სამუშაოს შესახებ. ვიცოდი, რომ ის პროგრამისტი იყო და რაღაც მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობდა, მაგრამ დეტალებს არასოდეს მიზიარებდა. ხანდახან ღამეებს ატარებდა თავის სამუშაო ოთახში და მე მესმოდა, როგორ ესაუბრებოდა ვიღაცებს ტელეფონით. მერე, ერთ დღეს, ის უბრალოდ გაქრა. დატოვა წერილი, სადაც წერდა, რომ სახიფათო გახდა ჩვენთან დარჩენა და რომ თუ დარჩებოდა, შეიძლება საფრთხეში ჩაეგდო ჩვენი სიცოცხლე. გიორგი ჩაფიქრდა. და არავით არ იყვალი მას შემდეგ. არა, არასოდეს. პოლიციას არაფერი უპოვია. ერთადერთი, რაც დატოვა, იყო ძველი ხუთი, სადაც ინახავდა თავის ნივთებს. მე ვერ გავხსენი, რადგან დაცულია პაროლით, გიორგის თვალები აინთო. ეს ხუთი ჯერ კიდევ გაქვთ? დიახ, სახლში. მინდოდა შემენახა თამარისთვის იმ დღისთვის, როდესაც საკმარისად დიდი იქნებოდა, რომ გაეგო მამამისზე. ნინო, თუ შეიძლება მაჩვენოთ ეს ხუთი. შესაძლოა ეს დაგვეხმაროს გავიგოთ, რა მოხდა ლევანთან. ნინომ გაკვირვებით შეხედა გიორგის. რატომ გაინტერესებთ ასე ძალიან? გიორგი მღრმად ამოისუნთქა. მე მგონი, მე ვიცნობდი თქვენს მეუღლეს. ან უფრო სწორად ვიცნობდი მის სამუშაოს. სანამ ჩემი კომპანია დავაარსე, მე ვმუშაობდი სამთავრობო პროექტზე, რომელიც დაკავშირებული იყო ახალ ტექნოლოგიებთან. იქ გავიცანი პროგრამისტის სახელად ლევან კახიძე. ის მუშაობდა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე, რომელსაც შეეძლო გარემოს დაცვა და გაუმჯობესება. ნინომ ხელი პირზე აიფარა. ლევან კახიძე, ეს ჩემი მეუღლეა. რა იცით მასზე? რა მოხდა? არ ვიცი სრული დეტალები. ჩვენ კოლეგები ვიყავით, მაგრამ არა ახლო მეგობრები. მახსოვს, რომ ერთ დღეს ის შეშფოთებული მოვიდა სამსახურში, ამბობდა, რომ მისი ალგორითმი შეიძლება არასწორად გამოიყენონ. მერე ის უბრალოდ გაქრა. ყველა მიფიქრა, რომ ის გადაიბირეს კონკურენტებმა. მაგრამ თუ ის თქვენი ქმარია და წერილი დატოვა საფრთხის შესახებ. შეიძლება სხვა რამ მოხდა, ამ მომენტში ბავშვები შემოვიდნენ ოთახში ციცილით და საუბრით. დედა. გიორგი. დათომ მაჩვენა, როგორ მუშაობს მიკროსკოპი. ჩვენ ვნახეთ ბაქტერიები. წამოიძახა თამარმა აღფრთოვანებით. ნინო და გიორგი სწრაფად შეეცადნენ დაემალათ თავიანთი სერიოზული საუბარი და გაუღიმეს ბავშვებს. ეს შესანიშნავია, თამარ. თქვა ნინომ. ბევრი ისწავლე. უამრავი. დათომ მაჩვენა, როგორ უნდა მოვამზადო ნიმუშები და როგორ ვიმუშაო მიკროსკოპთან. მთელი დღის განმავლობაში ბავშვები თამაშობდნენ და სწავლობდნენ, ხოლო ზრდასრულები განაგრძობდნენ საუბარს, ახლა უკვე უფრო ფრთხილად, ბავშვების არყოფნის დროს. საღამოს, ნინომ და გიორგიმ შეთანხმდნენ, რომ ხვალ ექიმთან ვიზიტის შემდეგ ისინი წავიდოდნენ ნინოს სახლში, რათა ენახათ ლევანის დატოვებული ხუთი. მანქანაში დაბრუნებისას თამარი დაღლილი იყო, მაგრამ ბედნიერი. დედა, დათო ჩემი საუკეთესო მეგობარია. ის ასეთი ჭკვიანია და კეთილი, მიუხედავად იმისა, რომ მდიდარია, ნინომ ჩაიცინა. მდიდრები ხალხიც ისეთივე ადამიანები არიან, თამარ, როგორც ყველა დანარჩენი. ზოგიერთი კეთილია, ზოგი, არა, ზუსტად ისე, როგორც ყველა სხვა. ვიცი. მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ მდიდრები არ დაიმეგობრებდნენ ჩემნაირებს. და გიორგი ძალიან კეთილია, ნინო ჩაფიქრდა. დიახ, კეთილია. მაგრამ მას ასევე აქვს თავისი ინტერესი. მას სურს გაიგოს შენი მამის შესახებ. მამის შესახებ. რატომ? გაკვირვდა თამარი. გიორგი ამბობს, რომ იცნობდა მამა შენს. ისინი ერთად მუშაობდნენ, თამარის თვალები გაფართოვდა. ეს ნიშნავს, რომ მან იცის, სად არის მამა. შეგვიძლია ვიპოვოთ ის, ნინომ თავი გააქნია. არ ვიცი, თამარ. ხვალ ვნახავთ მამა შენის ყუთს და ვცდით გავიგოთ მეტი. თამარი მიეყრდნო დედას, მისი გონება სავსე იყო ფიქრებით. პირველად წლების განმავლობაში მას გაუჩნდა იმედი, რომ შეიძლება გაიგოს, რა მოუვიდა მამამისს. მაგრამ ამავე დროს მასში იღვიძებდა შიშიც, რა აღმოაჩენდნენ და როგორ შეცვლიდა ეს მათ ცხოვრებას. დოქტორ მეგრელიშვილის კლინიკიდან გამოსვლისას, ნინოს სახეზე იმედი ეხატა პირველად წლების განმავლობაში. ლაშა და გიორგი ელოდებოდნენ მას მანქანასთან.
თამარი, რომელიც დათოსთან დარჩა სახლში, არ იყო აქ და ნინო ნაწილობრივ კმაყოფილი იყო ამით. მას ჯერ არ სურდა ქალიშვილის იმედების გაზრდა, სანამ უფრო მეტს არ გაიგებდა. როგორ ჩაიარა? ჰკითხა გიორგიმ, როდესაც ის მანქანაში ჩაჯდა. კარგად. ძალიან კარგად, სინამდვილეში უპასუხა ნინომ, მისი ხმა ოდნავ კანკალებდა აღელვებისგან. დოქტორი მეგრელიშვილი ამბობს, რომ არსებობს ახალი მკურნალობა, რომელიც ზუსტად ჩემი მდგომარეობისთვისაა. ეს ექსპერიმენტულია, მაგრამ შედეგები შთამბეჭდავია. მან მითხრა, რომ თუ დავიწყებ მკურნალობას ახლა, არის რეალური შანსი, რომ სრულად გამოვჯან მთელდე შემდეგი წლის განმავლობაში. გიორგიმ გაუღიმა. ეს არაჩვეულებრივი ამბავია, ნინო. რა არის მომდევნო ნაბიჯი? მან გამიკეთა ანალიზები და დაიწყო ჩემი შემთხვევის შესწავლა. მკურნალობა დაიწყება მომავალ კვირაში. მან ასევე მითხრა, რომ მკურნალობის პერიოდში შემიძლია ვიმუშაო სახლიდან, რაც იდეალურია თქვენი შემოთავაზებული სამსახურისთვის. შესანიშნავია. ახლა რა სიტყვით, წავიდეთ თქვენს სახლში და ვნახოთ ის ხუთი, რომელზეც ვსაუბრობდით, ნინომ თავი დაუქნია. დიახ, მზად ვარ. უცნაურია, მაგრამ დღეს პირველად წლების განმავლობაში ვგრძნობ, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება. მანქანამ მიმართულება შეიცვალა და თამარის სახლისკენ გაემართა. გზაში ნინო და გიორგი საუბრობდნენ ახალ სამსახურზე. გიორგიმ აუხსნა, რომ ნინო იმუშავებდა საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსის შექმნაზე და ინგლისურენოვანი მასალების ადაპტაციაზე ქართული სკოლებისთვის. ეს იყო პროექტი, რომელიც გიორგის კომპანიას ტექბერის შემოჰქონდა საქართველოს განათლების სისტემაში, რათა გაეუმჯობესებინა ტექნოლოგიური განათლების დონე. ჩემი მიზანია შევქმნა პროგრამები, რომლებიც დაეხმარება ბავშვებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ნაკლები შესაძლებლობები აქვთ, მიიღონ ხარისხიანი განათლება, აუხსნა გიორგიმ. თქვენი გამოცდილება, როგორც მასწავლებლისა და თქვენი ენობრივი უნარები ძალიან ღირებულია ჩვენთვის. როდესაც ისინი თამარის სახლში მივიდნენ, ნინომ გიორგი მიიყვანა პატარა ოთახთან, რომელიც ერთ დროს ლევანის სამუშაო სივრცე იყო. ოთახი სუფთა იყო, მაგრამ აშკარად დიდი ხანია არავის უსარგებლია. თაროებზე იდგა წიგნები კომპიუტერულ პროგრამირებაზე, ხელოვნურ ინტელექტზე და მათემატიკაზე. კუთხეში იდგა ძველი კომპიუტერის მაგიდა, ახლა ცარიელი, მხოლოდ მტვერდაფარებული მონიტორით. აქ მუშაობდა ლევანი, თქვა ნინომ, მისი ხმა ახსავსე იყო მოგონებებით. ხანდახან მთელი ღამეები ატარებდა აქ, მუშაობდა რაღაცაზე, რასაც ის თავის პროექტს უწოდებდა. როდესაც ვკითხავდი, რას აკეთებდა, ის მხოლოდ იღიმებოდა და ამბობდა, მომავალს ვქმნი, ნინო. უკეთეს სამყაროს თამარისთვის, ნინომ მიუახლოვდა ძველ საწერ მაგიდას და გამოაღო ქვედა უჯრა. იქიდან ამოიღო მეტალის ყუთი, დაახლოებით წიგნის ზომის, მაგრამ უფრო სქელი. ყუთს ჰქონდა პატარა ციფრული ეკრანი და კლავიატურა. ეს არის, თქვა მან და დადო ყუთი მაგიდაზე. ეს ერთადერთი რამაა, რაც ლევანმა დატოვა. ვერასოდეს შევძელი გახსნა, გიორგიმ ფრთხილად შეისწავლა ყუთი. ეს არის მაღალი უსაფრთხოების შემნახველი მოწყობილობა. ასეთებს იყენებენ კრიტიკული მონაცემების შესანახად. პაროლის გამოცნობა შეუძლებელია, ყუთი დაბლოკავს თავს რამდენიმე მცდელობის შემდეგ. რა შეიძლება იყოს შიგნით? ჰკითხა ნინომ. არ ვიცი, მაგრამ თუ ლევანი მართლაც ისეთივე ბრწყინვალე პროგრამისტი იყო, როგორც მახსოვს, ეს შეიძლება იყოს მისი ალგორითმის ასლი ან რაიმე, რასაც ის მნიშვნელოვნად თვლიდა. როგორ გავხსნათ? არ ვიცი პაროლი, გიორგიმ დაფიქრებით შეხედა ყუთს. ვცადოთ რაიმე, რაც ლევანისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. დაბადების თარიღი? თქვენი ქორწინების თარიღი? ნინომ რამდენიმე თარიღი სცადა, მაგრამ ყველა მცდელობაც არომატებელი აღმოჩნდა. მხოლოდ ორი მცდელობა დაგვრჩა, სანამ ყუთი დაიბლოკება, აღნიშნა მან შეშფოთებით. გიორგი ჩაფიქრდა. ვცადოთ სხვა რამ. თამარის დაბადების თარიღი? ნინომ აკრიფა რიცხვები, მაგრამ ისევ მიიღო უარყოფითი პასუხი. ერთი მცდელობა დაგვრჩა, თქვა მან დაძაბულად. გიორგი წამით დადუმდა, შემდეგ უცებ თვალები გაუნათდა. ერთი წუთით. ლევანს ჰქონდა საყვარელი ფრაზა სამსახურში. ის ყოველთვის ამბობდა, რომ ციფრებს აქვთ სული, რიცხვებში არის სიცოცხლე, ეს იყო მისი ფრაზა. მართალია. ის ამას ხშირად ამბობდა. გაიხსენა ნინომ. ვცადოთ ეს, მაგრამ ციფრებით. სიტყვებს შეესაბამება ციფრები ტელეფონზე, რიცხვებში არის სიცოცხლე, იქნება გიორგიმ სწრაფად გამოთვალა ტელეფონის კლავიატურის მიხედვით და უკარნახა ნინოს ციფრები. ნინომ ფრთხილად აკრიფა თანმიმდევრობა. გაისმა ხმა და ყუთი გაიხსნა. ორივეს სახეზე შვება გამოისახა, გავხსენით.
წამოიძახა ნინომ. ხუთში იყო იოსპ მოწყობილობა და ხელით დაწერილი წერილი და ლუქული კონვერტით. კონვერტზე ეწერა ნინოს და თამარს. ნინომ ფრთხილად აიღო წერილი. უნდა წავიკითხო ეს თამართან ერთად, თქვა მან ხმის კანკალით. რა თქმა უნდა დაეთანხმა გიორგი. მაგრამ შეგვიძლია შევამოწმოთ იოსპ თუ გსურთ. ის შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ, რა მოხდა, ნინომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ისინი გავიდნენ სამზარეულოში, სადაც ნინოს ლეპტოპი იდო. მან შეერთა იოსპ მოწყობილობა, მაგრამ ეკრანზე გამოჩნდა მხოლოდ ერთი ფაილი, სახელად ფენიქსი და პაროლის მოთხოვნა. კიდევ ერთი პაროლი ამოიოხრა ნინომ. ფენიქსი, ჩაიფიქრა გიორგიმ. ეს ლევანის პროექტის სახელი იყო. მას სწამდა, რომ მისი ალგორითმი შეძლებდა გარემოს აღდგენას, როგორც ფენიქსი, რომელიც ფერფლიდან აღსდგება. ნინომ სცადა იგივე პაროლი, რაც ყუთისთვის, მაგრამ ისევ წარუმატებლად. რა შეიძლება იყოს? რაიმე, რაც კიდევ უფრო პირადი იქნებოდა ლევანისთვის, თქვა გიორგიმ. რაიმე, რაც მხოლოდ თქვენ იცოდით, ნინო ღრმად ჩაფიქრდა. ჩვენი პირველი შეხვედრის ადგილი. მთაწმინდა. მან აკრიფა მთაწმინდა, მაგრამ ისევ უარყოფითი პასუხი მიიღო, ფენიქსი. ფენიქსის ჩაიჩურჩულა ნინომ, ცდილობდა მოეფიქრებინა რაიმე, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო პაროლი. უცებ მას გაახსენდა რაღაც. როდესაც თამარი დაიბადა, ლევანს უყვარდა ეთამაშა მასთან და უმღეროდა ძველ ხალხურ სიმღერას. მისი საყვარელი სტრიქონი იყო ამოდი, ამოდი მზე ორ. მან აკრიფა ამოდი მზე ქართულად და უცებ ფაილი გაიხსნა. ეკრანზე გამოჩნდა რამდენიმე საქაღალდე, სახელებით ალგორითმი, მონაცემების და შენიშვნები, გავხსენით. წამოიძახა ნინომ. გიორგიმ დაიწყო ფაილების დათვალიერება. ეს არის ლევანის მთელი პროექტი. კოდი, დოკუმენტაცია, ყველაფერი. ეს არის ფენიქსი, ალგორითმი, რომელიც შექმნილია გარემოს გასაუმჯობესებლად. მაგრამ აქ არის მეტიც. მან გახსნა შენიშვნების საქაღალდე და იპოვა ტექსტური ფაილი, სახელად საფრთხე. გიორგიმ და ნინომ ერთად დაიწყეს კითხვა, თუ ვინმე ამას კითხულობს, ეს ნიშნავს, რომ მე ვეღარ ვარ თქვენთან. ფენიქსი შეიქმნა იმისთვის, რომ დაეხმაროს კაცობრიობას გადაეჭრა გარემოს პრობლემები. ალგორითმი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა გააანალიზოს კლიმატის ცვლილება, დაბინძურება და სხვა ეკოლოგიური პრობლემები, შემდეგ კი გვთავაზობს ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს. თუმცა აღმოვაჩინე, რომ ჩვენი პროექტის გარკვეული წევრები გეგმავდნენ ალგორითმის მოდიფიკაციას სხვა მიზნებისთვის. მათ სურდათ ფენიქსი გამოეყენებინათ როგორც ინსტრუმენტი ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლებისთვის, გაიკონტროლებინათ რესურსები და ბაზრები. ეს გამოიწვევდა საზოგადოების დესტაბილიზაციას და შექმნიდა უპრეცედენტო უთანასწორობას. მე ვცადე გამეფრთხილებინა ხელმძღვანელობა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთი მათგანი ამ გეგმის ნაწილი იყო. მე ვიცი ძალიან ბევრი და ახლა ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია. ერთადერთი გზაა გავქრე და დავმალო ფენიქსის ორიგინალი ვერსია. ვინც არ უნდა კითხულობდეს ამას, გაფრთხილებთ, ეს ინფორმაცია სახიფათოა. მაგრამ ასევე ძალიან ღირებულია კაცობრიობისთვის. თუ ოდესმე იპოვით გზას მისი უსაფრთხოდ გამოყენებისთვის, ფენიქსს შეუძლია დაეხმაროს სამყაროს. ჩემს ოჯახს, ნინოს და ჩემს პატარა თამარს მაპატიეთ, რომ დაგტოვეთ. იმედი მაქვს, ოდესმე შევძლებთ თქვენთან დაბრუნებას, როდესაც ყველაფერი უსაფრთხო იქნება. მიყვარხართ მთელი გულით. ლევან კახიძე. ნინოს თვალებიდან წრემლები მოედინებოდა, ლევანი ცოცხალია. ან ყოველ შემთხვევაში ცოცხალი იყო, როდესაც ეს დაწერა, გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა. ახლა ყველაფერი აზრს იძენს. ლევანი გაიქცა, რადგან აღმოაჩინა, რომ მისი პროექტი იყო საფრთხეში. და მას ჰქონდა საფუძველი შეშფოთებისთვის. მას შემდეგ, რაც ის გაქრა, პროექტი გაუქმდა და ყველა მონაცემი წაიშალა. ან ასე გვეგონა? ვინ იყო ამის უკან? ჰკითხა ნინომ. მე ვიცი მხოლოდ, რომ ეს იყო რამდენიმე გავლენიანი ადამიანი მთავრობასა და ბიზნესში. ამიტომაც წამოვედი იმ პროექტიდან და დავიწყე საკუთარი კომპანია. მე არ მინდოდა ყოფილიყავი ნაწილი რაღაცის, რაც ასეთი ეთიკურად საეჭვო იყო. და ახლა რა უნდა ვქნათ ამ ინფორმაციით? შეეკითხა ნინო. გიორგიმ ჩაფიქრებით შეხედა ეკრანს. არ ვიცი. ეს ალგორითმი შეიძლება მართლაც რევოლუციური იყოს ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ იმავდროულად ეს საშიშიც არის. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად.
პირველ რიგში წავიკითხოთ ლევანის წერილი თამართან ერთად, თქვა ნინომ, აიღო კონვერტი, რომელიც ჯერ არ გაეხსნა. ის იმსახურებს იცოდეს სიმართლე მამამისზე, გიორგიმ თავი დაუქნია. რა თქმა უნდა. შემდეგ კი ვიფიქროთ, რა ვქნათ ფენიქსთან დაკავშირებით. შესაძლოა, არსებობს გზა მისი გამოყენებისა იმ მიზნით, რისთვისაც შეიქმნა, დაეხმაროს ადამიანებს და გარემოს. ნინომ გააკეთა ასლიოს მოწყობილობიდან, შემდეგ კი გამორთო კომპიუტერი. ჯერ წავიდეთ შენს სახლში. მინდა ვნახო თამარი და ვუამბო ყველაფერი, რაც ვიცით. გზაში ნინო ფიქრობდა, როგორ აუხსნიდა ყველაფერს თამარს. ეს არ იქნებოდა ადვილი საუბარი, მაგრამ მას სჯეროდა, რომ მისი ქალიშვილი საკმარისად ძლიერი იყო სიმართლის გასაგებად. ამასთან მას პირველად გაუჩნდა იმედი, რომ შეიძლება ლევანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და რომ ერთ დღეს ისინი შეიძლება კვლავ გაერთიანდნენ როგორც ოჯახი. გიორგის სახლში დაბრუნებისას მათ დახვდათ თამარი და დათო, რომლებიც ბაღში თამაშობდნენ. ბავშვები ისე იყვნენ გართულები საკუთარი თამაშით, რომ ვერც კი შეამჩნიეს ზრდასრულების ჩამოსვლა. ისინი აწყობდნენ რაღაც კონსტრუქციას ხის ქვეშ, სავარაუდოდ, პატარა სახლს ან ფორტს, ისინი ასე ბედნიერები არიან, ჩაიჩურჩულა ნინომ. მინდა ეს მომენტი მივცე თამარს, სანამ მისი სამყარო კვლავ შეიცვლება, გიორგიმ დაუქნია თავი. თქვენ მართალი ხართ. დავიცადოთ, სანამ ისინი დაასრულებენ თავიანთ თამაშს, ისინი ჩუმად მიუახლოვდნენ ბავშვებს, სურდათ ნახვან, რას აკეთებდნენ. თამარი და დათო აწყობდნენ რაღაც მექანიზმს ტოტებისგან, თოკებისგან და პატარა ელექტრონული ნაწილებისგან. ეს არის ჩვენი მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის ფილტრი. ახსნა დათომ ამაყად, როდესაც შეამჩნია მათი მიახლოება. თამარის იდეა იყო. ის ამბობს, რომ ბევრ ადგილას ადამიანებს არ აქვთ სუფთა წყალი, ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ რაღაცას, რაც დაეხმარება მათ, თამარი გაწითლდა ქებისგან. ეს მხოლოდ მოდელია. ნამდვილს დასჭირდება უფრო მეტი, მაგრამ იდეა კარგია, ხო? ნინომ და გიორგიმ ერთმანეთს გახედეს, ორივეს თვალებში გაკვირვება ჩანდა. ლევანის ალგორითმი შექმნილი იყო სწორედ ამგვარი პრობლემების გადასაჭრელად, გარემოს დასახმარებლად და რესურსების გასაუმჯობესებლად. და აი მისი ქალიშვილი, რომელსაც არასოდეს უნახავს მამა ცნობიერად, მუშაობდა ზუსტად იმავე ტიპის გამოგონებაზე. ეს ბრწყინვალეა, თამარ, თქვა გიორგიმ, ნამდვილი აღფრთოვანებით ხმაში. შენ და დათო ნამდვილი გამომგონებლები ხართ. კი, მაგრამ ჯერ მხოლოდ ვსწავლობთ, უპასუხა თამარმა მოკრძალებით. ნინომ მიუახლოვდა ქალიშვილს და ჩაიხუტა. მე ძალიან ვამაყობ შენით, იცი ეს? და მაქვს რაღაც, რაც უნდა გაჩვენო, როდესაც სახლში დაუბრუნდებით. რა არის? ჰკითხა თამარმა ცნობის მოყარეობით. წერილი შენი მამისგან, უპასუხა ნინომ ჩუმად. თამარის თვალები გაფართოვდა. მამისგან? მართლა? დიახ. ჩვენ ვიპოვეთ ის დღეს. გვაქვს ბევრი რამ სასაუბრო, მაგრამ ჯერ დაასრულეთ თქვენი გამოგონება, უთხრა ნინომ ღიმილით, თუმცა მის თვალებში ცრემლები ბრწყინავდა. თამარი კიდევ ერთხელ ჩაიხუტა დედას, შემდეგ კი დაბრუნდა დათოსთან, რომელიც მოუთმენლად ელოდა, რომ განეგრძოთ მუშაობა. მათი პატარა გამოგონება, როგორც თესლი, რომელიც მალე გაიზრდებოდა რაღაც უფრო დიდ და მნიშვნელოვან იდეად. ნინო და გიორგი ჩუმად გავიდნენ ბაღის კიდეში, სადაც შეეძლოთ ესაუბრათ ბავშვების გაგონების გარეშე. ეს ყველაფერი წრეს უბრუნდება, თქვა ნინომ, თვალს არ აშორებდა ბავშვებს. ლევანი ცდილობდა შეექმნა რაღაც, რაც დაეხმარებოდა სამყაროს, და აი მისი ქალიშვილი, რომელსაც ის არ იცნობს, იზიარებს იმავე ოცნებას. იქნებ ეს ნიშანია, თქვა გიორგიმ. იქნება ახლა დროა ფენიქსი კვლავ აღსდგეს. მაგრამ ამჯერად ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ის გამოყენებული იქნება სწორად, დასახმარებლად და არასაზიანოდ. როგორ? ჰკითხა ნინომ. ჩემი კომპანიის მეშვეობით. ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ ალგორითმი ღიად გამჭვირვალედ საზოგადოების ჩართულობით. არა როგორც იარაღი, არამედ როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ყველას ეკუთვნის. და ეს უსაფრთხო იქნება? თამარისთვის, ჩვენთვის, გიორგიმ შეხედა ბავშვებს, რომლებიც ენთუზიაზმით მუშაობდნენ თავიანთ პროექტზე. მე ვიზრუნებ თქვენს უსაფრთხოებაზე. და ვინ იცის, იქნება ამით შევძლოთ ლევანის დაბრუნებაც. თუ ის ცოცხალია და ხედავს, რომ ფენიქსი გამოიყენება სწორად, შეიძლება გამოჩნდეს, ნინომ ღრმად ამოისუნთქა. იმედი მაქვს, მართალი ხარ. მაგრამ ახლა, მთავარია თამარი. მას უნდა უთხრა სიმართლე მამამისზე, ისინი კიდევ ერთხელ გახედეს ბავშვებს, რომლებიც ისე იყვნენ გართულები თავიანთი პროექტით, რომ ვერც კი ამჩნევდნენ მსოფლიოს მათ გარშემო.
მათი უდანაშაულობა და ენთუზიაზმი იყო შეხსენება იმისა, რისთვისაც ღირდა ბრძოლა, უკეთესი მომავლისთვის, სადაც ინოვაცია და ტექნოლოგია ემსახურებოდა ადამიანებს და არა პირიქით. ნინოსა და თამარის სახლში მშვიდი საღამო იდგა. ფანჯრიდან იჭრებოდა მზის ჩასვლის ოქროსფერი სხივები, ხოლო სამზარეულოდან იგრძნობოდა ახლად მომზადებული ჩაის არომატი. დედა-შვილი მაგიდასთან ისხდნენ, მათ წინ იდო ლევანის კონვერტი, რომელიც ჯერ არ გაეხსნათ. მზად ხარ? ჰკითხა ნინომ თამარს, რომელიც ნერვიულობისგან ხელებს იმტვრევდა. კი, დედა, უპასუხა თამარმა, მისი ხმა ოდნავ კანკალებდა. ამდენი წლის განმავლობაში მამის ხსოვნა მისთვის იყო როგორც ბუნდოვანი ოცნება და ახლა უცებ ის რეალობად იქცეოდა. ნინომ ფრთხილად გახსნა კონვერტი და ამოიღო რამდენიმე ფურცელი, ხელით დაწერილი. ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო კითხვა. ჩემო ძვირფასო ნინო და ჩემო საყვარელო თამარ, თუ ამ წერილს კითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი პოვეთ ჩემი ხუთი და გაარღვიეთ დაცვა. მე ვიცოდი, რომ თუ ვინმეს შეეძლო ამის გაკეთება, ეს იქნებოდი შენ, ნინო, რადგან ყოველთვის იყავი ასეთი მახვილგონიერი. პირველ რიგში მინდა მაპატიოთ. მაპატიეთ, რომ დაგტოვეთ, მაპატიეთ, რომ არ აგიხსენით ყველაფერი, მაპატიეთ ტკივილი, რომელიც აუცილებლად მოგაყენეთ. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული გადაწყვეტილება, მაგრამ მჯეროდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა თქვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თამარ, ჩემო პატარა ვარსკვლავო, როდესაც ამას წაიკითხავ, შეიძლება უკვე დიდი იყო. ნატრობ, რომ შემეძლოს გიყურო, როგორ იზრდები, როგორ სწავლობ, როგორ იცინი. შენ იყავი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი და ყოველდღე ვფიქრობ შენზე. იმედი მაქვს, რომ დედა შენი გაჩვენებს ფოტოებს და გიამბობს ჩვენზე იმ დროზე, როდესაც ერთად ვიყავით. ალბათ გაინტერესებთ, რატომ წავედი. მე ვმუშაობდი პროექტზე, რომელსაც ფენიქსი ეწოდებოდა. ეს იყო კომპიუტერული პროგრამა, რომელიც შექმნილი იყო გარემოს პრობლემების გადასაჭრელად. ის იყო ჩემი ოცნება, ჩემი ვნება. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთ ადამიანს სურდა მისი გამოყენება არა დასახმარებლად, არამედ გასაკონტროლებლად. როდესაც მე შევეწინააღმდეგე ამას, ჩემი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდა. უფრო მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ თქვენი უსაფრთხოებაც რისკის ქვეშ დადგა. ამიტომ გადავწყვიტე გავმქრალიყავი. დავმალე ფენიქსის ორიგინალი კოდი და წავედი, იმედით, რომ ჩემი არარსებობა თქვენზე აიღებდა საფრთხეს. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე თავგანწირული ქმედება, დატოვება იმათი, ვინც ყველაზე ძვირფასი იყო ჩემთვის. მას შემდეგ მე ვცხოვრობდი ჩრდილებში, ვმუშაობდი სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახელით. მაგრამ ყოველთვის თვალყურს ვადევნებდი თქვენს უსაფრთხოებას შორიდან. თუ ახლა კითხულობთ ამას, იმედი მაქვს, რომ მსოფლიო შეიცვალა. იმედი მაქვს, რომ ახლა შესაძლებელია ფენიქსის გამოყენება იმ მიზნით, რისთვისაც ის შეიქმნა, დაეხმაროს ადამიანებს და პლანეტას. USB მოწყობილობაზე, რომელიც ამ ყუთში იპოვეთ, არის ფენიქსის სრული კოდი. თუ თქვენ ან ვინმე, ვისაც ენდობით, გადაწყვეტთ, რომ დროა მისი გამოყენების, გაფრთხილებთ, იყავით ფრთხილად. ეს ძალა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სიკეთისთვის, ასევე ბოროტებისთვის. ნინო, ჩემო სიყვარულო, ვიცი, რომ ჩემი წასვლა ტკივილს გაყენებდა. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს შევძლებ ამის ანაზღაურებას. თუ ოდესმე შესაძლებელი გახდება ჩვენი კვლავ შეერთება, მე დაუბრუნდები. ეს არის ჩემი დაპირება. მანამდე კი იცოდეთ, რომ მე ყოველთვის ვიქნები თქვენთან, თუ არა ფიზიკურად, ჩემი სულით და ფიქრებით. მუდამ თქვენი ლევანი ნინოს ხელები კანკალებდა, როდესაც წერილის კითხვა დაასრულა. თამარი ჩუმად ტირო და მისი პატარა მხრები ცახცახებდნენ. ნინომ მკლავები შემოხვია ქალიშვილს და ჩაიხუტა. მამა ცოცხალია, ჩაიჩურჩულა თამარმა. და მას ვუყვარვართ. დიახ, შვილო. ყოველთვის ვიცოდი, რომ ის ჩვენს დასაცავად წავიდა, უპასუხა ნინომ, თვალები წრემლით ჰქონდა სავსე. ამ ემოციური მომენტის შემდეგ ორივემ რამდენიმე წუთი სიჩუმეში გაატარა, თითოეული თავის ფიქრებში იყო ჩაძირული. ბოლოს თამარმა აიხედა, მის თვალებში ახალი სიმტკიცე ჩანდა. დედა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მამას. უნდა გამოვიყენოთ ფენიქსი სწორად ისე, როგორც მას სურდა. ნინომ გაუღიმა ქალიშვილს, გაოცებული მისი სიმწიფით ასეთ პატარა ასაკში. მეც ასე ვფიქრობ, თამარ. და მგონი გიორგიც დაგვეთანხმება. მომდევნო კვირები და თვეები ინტენსიური იყო თამარისა და ნინოსთვის. ნინო დაიწყო მუშაობა ტეკბერიში, მისი ჯანმრთელობა თანდათან უმჯობესდებოდა ახალი მკურნალობის წყალობით. თამარმა დაიწყო სიარული კარგ სკოლაში, სადაც მისი ნიჭი და უნარები სწრაფად გამოვლინდა. ის და დათო განუყრელი მეგობრები გახდნენ, ერთად მუშაობდნენ სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებზე.
გიორგიმ მას შემდეგ, რაც გაეცნო ფენიქსის კოდს, გადაწყვიტა შეექმნა სპეციალური განყოფილება თავის კომპანიაში, რომელიც იმუშავებდა პროგრამის განვითარებასა და მის ეთიკურ გამოყენებაზე. მან მოიწვია საუკეთესო მეცნიერები და ეთიკის ექსპერტები, რათა დარწმუნებულიყო, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იქნებოდა მხოლოდ კაცობრიობის საკეთილდღეოდ. ეს უნდა იყოს ღია პროექტი, უთხრა მან ნინოს ერთ საღამოს, როდესაც ისინი მის ოფისში განიხილავდნენ გეგმებს. არავინ უნდა ფლობდეს ფენიქსს, ის უნდა ეკუთვნოდეს ყველას. მხოლოდ ასე შევძლებთ დავრწმუნდეთ, რომ ის არ იქნება ბოროტად გამოყენებული, ნინო დაეთანხმა. ლევანი სწორედ ამას ისურვებდა. მას სურდა, რომ მისი შექმნილი ტექნოლოგია ყოფილიყო საჩუქარი მსოფლიოსთვის, არა იარაღი. 1 წლის შემდეგ ტექბერის ახალ შტაბ-ბინაში, რომელიც აშენდა თბილისის გარეუბანში, გაიმართა ფენიქსის პროექტის პირველი საჯარო პრეზენტაცია. დარბაზი სავსე იყო მეცნიერებით, ჟურნალისტებით, პოლიტიკოსებითა და ბიზნესმენებით მთელი მსოფლიოდან. გიორგი ადგა სცენაზე, მის გვერდით იდგნენ ნინო, თამარი და დათო. დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს კაცობრიობის ისტორიაში, დაიწყო მან. ფენიქსი არ არის უბრალოდ პროგრამა. ეს არის ახალი ხედვა, ახალი მიდგომა იმ გამოწვევების მიმართ, რომლებიც ჩვენს პლანეტას ემუქრება. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია ერთი ადამიანის ოცნების საფუძველზე, ადამიანისა, რომელმაც გააკეთა მძიმე არჩევანი საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გიორგიმ გახედა ნინოს და თამარს, რომლებიც ამაყად იდგნენ მის გვერდით. მე მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ლევან კახიძეს, ფენიქსის შემქმნელს, სადაც არ უნდა იყოს ის დღეს. მისი ხედვა და მისი მსხვერპლი არ დაიკარგება. ჩვენ ვაგრძელებთ მის საქმეს და იმედი გვაქვს, რომ ერთ დღეს ის დაბრუნდება, რათა იხილოს, რა შეიქმნა მისი ნამუშევრის საფუძველზე. აუდიტორიამ ტაში დაუკრა, ბევრს არ ესმოდა, რას გულისხმობდა გიორგი, მაგრამ ყველამ იგრძნო მომენტის მნიშვნელობა. პრეზენტაციის შემდეგ, როდესაც ხალხი იშლებოდა, თამარი უცებ შეჩერდა და გაშეშდა. მან დაინახა მამაკაცი, რომელიც შორიდან აკვირდებოდა მათ, მაღალი, გამხდარი, წვერით და სათვალით. მამაკაცი რამდენიმე წამით შეხვდა თამარის მზერას, მერე კი გაუღიმა და ნელა გაუქნია თავი. დედა, ჩაიჩურჩულა თამარმა, ხელი ჩაავლა ნინოს, იქ, ფანჯარასთან. მგონი, ეს ნინომ სწრაფად გახედა მითითებული მიმართულებით, მაგრამ მამაკაცი უკვე გაუჩინარებული იყო. რა დაინახე, თამარ? ნე. არ ვიცი ზუსტად. მაგრამ ვგრძნობ, რომ ის აქ იყო, დედა. ის გვიყურებდა, ნინო ჩაფიქრდა, მერე ღრმად ამოისუნთქა. შესაძლოა, თამარ. თუ ის ხედავს, რომ ფენიქსი უსაფრთხოა, შეიძლება მალე დაბრუნდეს ჩვენთან. თამარმა გაუღიმა დედას, იმედი და რწმენა აევსო გულს. მოვუცდით, დედა. რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს. 1 წლის შემდეგ თამარი უკვე ახალ სკოლაში სწავლობდა, პრესტიჟულ საერთაშორისო აკადემიაში, სადაც მისი გამორჩეული ნიჭი და უნარები აყვავდა. დათო ასევე გადავიდა იმავე სკოლაში და ორივე ბავშვი ლიდერობდა თავიანთ კლასში. ნინო ხელმძღვანელობდა ფენიქსის საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ასწავლიდა ბავშვებს გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებაზე. მისი ჯანმრთელობა სრულად აღდგა და ის კვლავ ენერგიითა და ვნებით სავსე ქალი გახდა, როგორიც ადრე იყო. ფენიქსის ალგორითმი, რომელიც ახლა ღიად ვითარდებოდა ათასობით მეცნიერის მიერ მთელი მსოფლიოდან, უკვე იწყებდა რეალურ გავლენას. ის გამოიყენებოდა წყლის გაწმენდის სისტემების ოპტიმიზაციისთვის, ტყის მასივების აღდგენის დაგეგმვისთვის და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის სტრატეგიების შემუშავებისთვის. ერთ საღამოს, როდესაც თამარი სახლში ბრუნდებოდა სკოლიდან, მან შეამჩნია წერილი კარის ქვეშ. გახსნისას, იქ მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა, მე ვამაყობ თქვენით. მალე, თამარმა სიხარულით შეჰყვირა და გაიქცა წერილით დედასთან. ორივე მიცოდა, რომ ეს იყო დაპირება, რომ მათი ოჯახი მალე კვლავ გაერთიანდებოდა. მანამდე კი ისინი განაგრძობდნენ ცხოვრებას გამსჭვალული იმედით და მიზანმიმართულობით, იცოდნენ რა, რომ მათი ყოველი ნაბიჯი და ყოველი საქმე ხელს უწყობდა უკეთესი მომავლის შენებას, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ყველასთვის. და თამარი, პატარა გოგონა, რომელიც ერთ დროს ხილს ყიდდა ქუჩაში, რათა ეყიდა წამლები დედამისისთვის, ახლა იზრდებოდა ქალად, რომელიც შეცვლიდა მსოფლიოს, მამამისის მემკვიდრეობის გამგრძელებელი და მომავლის შემქმნელი.